ჩვენ ახლა ვიმყოფებით კაიროში და ამ ვიდეოში დაგათვალიერებინებ კაიროს 24 საათის განმავლობაში და გაჩვენებ რა უნდა ნახო, სად უნდა იშოპინგო, სად უნდა ჭამო და გაჩვენებ ყველაფერს აქავე ცხოვრების შესახებ. წინა ვიდეოში გაჩვენეთ შარმ-ელ-შეიხი და სწორედ აქედან დავიძარით ავტობუსით კაიროსკენ. რადგან 9 საათის გზა გქონდა გასავლელი, ღამის 12 საათზე დავიძარით, კომფორტულადაც გამოვიძინეთ და დილას 9 საათზე მივადექით პირველ ლოკაციას. ჩვენ დღეს წამოსულები ვართ ტურთან ერთად და 24 საათში რასაც მოვასწრებთ, იმას გაჩვენებთ. წავედით. ძალიან ლამაზია. თან გრილდები, იმიტომ რომ კაიროში ძალიან ცხელა, აი ძალიან. მე ცოტა ხნის წინ გავიღვიძა და კაია, გამოფხიზლება. წავიდეთ შეგნით. ეს არის კაიროს ნაციონალური მუზეუმი, სადაც ეგვიპტის ისტორიიდან ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალია თავმოყრილი ერთ სივრცეში. შევდივართ მუზეუმში და ძალიან ცხელა, ძალიან. ხო და არ ვიცი სიმართლე გითხრათ, სადრა და გვხდება, იმიტომ რომ ეს პირველად ვარ თქვენთან ერთად და ძალიან მაინტერესებს მომეწონება თუ არა და გაგიზიარებთ ყველაფერს ღირს თუ არა აქ შემოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ტუტანხამონია. ერთო ტურისტად ხარ, მესმის რომ უნდა ნახო ყველა ღირსშესანიშნაობა, მაგრამ ყველას არ აინტერესებს ხო ხვდებით რა და ნახოთ ახლა თუ ისეთი განცდა მექნება, რაც ნამდვილად გამიჩენს იმ შეგრძნებას, რომ აქ მართლა უნდა მოვსულიყავი და იმედია, რომ არ ვინანებ ამ დროის დაკარგვას. აქ ესე იგი არ უნდა დაიკარგო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯგუფი შემოდის და ძალიან რთულია, მოკლედ იპოვა შენი გიდი, იმიტომ რომ ყოველს ერთი ფერის მაისურია თითქმის. აგერ არის ჩვენი გუნდი და ეხლა უნდა ვეცადოთ, რომ არ დავიკარგოთ და პარალელურად შევძლოთ იქით-აქით გახედოთ რა. მარტო გით რო არ უსმინოთ. ძალიან ძველი ისტორია აქვს ამ ყველაფერს, ძალიან ბევრ წელს გაუძლო, ერთ-ერთზე თქვა კიდევაც 7000 წლის არისო და მოკლედ ძირითადად ისტორიული ნაწილი არის ეს ეგვიპტის და ნახოთ, დავათვალიეროთ რა არის შემორჩენილი. აქ არის მუმიები წარმოდგენილი, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების და ერთ-ერთი აგერ არის. ეს არის ნიანგის მუმია. და ნახეთ რამ სიგრძეა. კაკო, შენი მაიმუნები პოვეთ. ესეც ნამდვილი მუმია. 3400 წლის მუმია. ანუ გახრწნილი არ არის. ცხვირი, ტუჩები, ყველაფერი შენარჩუნებული აქვს და თმაც. თხნით აქვს შეღებილი, ესე მითხრეს. ეს არის ტუტანხამონის ბაბუა. დიდი ბაბუა თან, ესე გითხრეს. ესე გითხრა ამ კაცმა, ესენი ყოფილა პირველი ლანჩ ბოქსები. უფრო სათვალის შესადებს გავს ჩემი აზრით. აქ არის ტუტანხამონის და ტუტანხამონის აქსესუარები, მაგრამ გადაღება აკრძალულია და მე მეგონა რომ აკრძალული იყო რეგულაციების გამო, რომ უბრალოდ იცავდნენ რაღაცნაირად ტუტანხამონის ღირსებას და თურმე ბილეთს ყიდიან უფრო ძვირიანს, რომელიც არ შედის თურმე ჩვენს მომსახურებაში, ანუ ტურში, რომელი ბილეთის იყიდა ჩვენმა გიდმა. რასაც აქ ხედავთ ოქროსფერს, ყველაფერი ოქროსია. თავად ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი კი 12 კილოგრამ ოქროს იწონის. სხვადასხვა აქსესუარებიც მთლიანად ოქროსგანაა შექმნილი. გავდივართ მუზეუმიდან და ახლა კიდევ უფრო საინტერესო ადგილას მივდივართ, სადაც დავათვალიერებთ თელ კაიროს ზედაპირულად დავათვალიერებთ გარედან, მაგრამ შეგვიპირდნენ, რომ ძალიან ლამაზი რამ გველის წინ. მანამდე გამოვედით ასეთ ადგილას, სადაც არის ძალიან ბევრი აქსესუარი და წიგნები, ეგვიპტესთან დაკავშირებით, სოფლიოშიც საოცრებასთან დაკავშირებით და მე სახში მაქვს აბსოლუტურად ყველა წიგნი, რაც არის ქართულად ნათარგმნი სოფლიოშიც საოცრებაზე. ბავშვობაში თქვენც გექნებოდათ სავარაუდოდ აი ლამაზი ნახატებიანი წიგნები და აი ესეთები აქაც ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ამ ადგილას აქსესუარების ყიდვას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ეს ფასები აღემატება რეალურს. ამიტომაც გავაგრძელეთ გზა. მოვედით პატარა ბოტთან, რომელსაც გავისერნებთ ნილოსზე, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარეა, არ დაგავიწყდეთ და ასე დავათვალიერებთ კაიროს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას. დავედით. Can we take? Okay. What's your name? My name is Karim. Nice to meet you. Thank you so much. Thank you. Cola, Fanta, $1. $1. $1, not too full.
თუ გინდა რომ მიიღო მსგავსი გამოცდილება, არ დაგავიწყდეს რომ travel-ის დასმიწერო, იმიტომ რომ შენთვის მორგებულ ბიუჯეტში საოცარ ტურებს დაგიაკბავეთ და არ დაგავიწყდეს ასევე რომ ჩემი აღი გამოიწერო, იმიტომ რომ ამ ერთი პატარა ღილაკის დაკლიკვის შემთხვევაში მე ძალიან გამახარებ და ძალიან დიდ мотиваციას მომცემ, რომ ძალიან ბევრი ძალიან სასიამოვნო კონტენტი შემოგთავაზო. ნილოსზე გასეირნებისას ვფიქრობდი, რამხელა საიდუმლოსა და ისტორიას მალავს ეს ქალაქი და თავში დიდი კითხვის ნიშანი მრჩებოდა. რეალურია თუ არა ის ისტორია, რაც ჩვენ ვიცით, თუ არის რაღაც იდუმალი, რაც არ ვიცით დღემდე. ეს არის ჩვენი გიდი, რომელსაც ქვია, what's your name? Hamis, first of all, thank you so much for this experience. It's amazing. You are welcome. Welcome anytime to Egypt. And tell us your favorite spot in Egypt. My favorite part in Egypt is Alexandria. My city is the second part is Sharm el Sheikh, where I lived there 8 years ago. I love Egypt. I love Egypt. I love Sharm el Sheikh too much, really. Habibi, come to Egypt. Habibi, come to Egypt just. კომენტარებში დაგვიწერეთ, სად გავაფრინოთ შემდეგში აუცილებლად. Say for me something in Georgian. Can I say in Georgian? Yeah, Georgian, it's like გამარჯობა means hi. Come and join inside. საქართველოს Sakartvelos. გაუმარჯოს. Kaumarjos. Sakartvelos, Kaumarjos. I know that. You all the time welcome to Egypt. Thank you so much. You're welcome. I'm happy to see you. Bye bye. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, მართლა ძალიან საყვარელი ხალხია, პოზიტიური და ძალიან ვისიამოვნე. დავათვალიერე ქალაქის ხედები და იმედი მაქვს აქაც კარგად გამოჩნდება. Next time, Khalid. Welcome to Cairo. Welcome to Cairo, Habibi. ესეთი საყვარელი ხალხია და რაღაცნაირად ისმითები რომ Cairo საშიშია, მე ჯერ არ შემხებია და მიხარია კიდევაც რომ არ შემხებია. ძალიან საყვარელები არიან მართლა. წავიდეთ ახლა და ნახოთ რა იქნება შემდეგი ადგილი, რას გეტყვის ჩვენი გიდი. ახლა მოვედით პაპირუსების ოფიციალურ მაღაზიაში, რომელიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მიერ და აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ნამდვილი პაპირუსები. და ეს ინფორმაცია ვინ გამიმხილა? ამას მალე იხილავთ. ახლა ვნახავთ როგორ ამზადებენ ნამდვილ პაპირუსს. We came from Georgia. Georgia, I love Georgia. Nice people, so kind heart. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კაცმა ძალიან ბევრი საუბრა თავისი აქცენტით, ახლა აგიხსნით, როგორ კეთდება პაპირუსი. ნუ სანამ დავიწყებდით და ამიხსნიდა ყველაფერს, მითხრა, რომ ზოგადად ეს მცენარე ლოცავს ადამიანს, ბედნიერებას ანიჭებს და ყველაფერს აგისრულებს. თვითონ კი თმების ამოსვლა ჩაიფიქრა. And me, more hair. Okay? და რატომღაც ჩემს მასაც გადაულოცა. პირველ რიგში ამ პაპირუსს თლის, შემდეგ ესე ჩაქუჩს არტყამს იმისთვის, რომ სითხე კარგად გამოიტანოს ბოლომდე და ჩაქუჩი რადგან არ ყოფნის, კიდევ ატარებს ცომის გასაფრთხელებელს. შემდეგ წყალში ავლებს იმისთვის, რომ შაქარი გამოვიდეს, როგორც თვითონ ამიხსნა, შემდეგ ასე ათავსებს ბადის ნაჭერზე, სადაც აბრტყელებს სპეციალური აპარატის მეშვეობით და ამ ყველაფერს დაახლოებით რამდენიმე დღეს სჭირდება დაჩქარებული მეთოდით დღეს. თუმცა ამბობს, რომ ძველ დროში ეს ტექნიკა არ ჰქონდათ და სხვა მეთოდებს მიმართავდნენ. Or two fat women sitting 6 days. ნუ ეს ხუმრობით. და ბოლოს ესეც საბოლოო შედეგი. This here is the first paper in all the world. ახლა კი გვასწავლის როგორ გავარჩიოთ რეალური პაპირუსი ყალბისგან. პირველ რიგში გვეუბნება, რომ შუქზე უნდა დავინახოთ აუცილებლად ორი მიმართულება პაპირუსების. ანუ აი ეს ხაზები. ახლა გვეუბნება, რომ უნდა დავინახოთ ეს წერტილები, იმიტომ რომ ეს წერტილები არის ნაწილაკები რეალური პაპირუსის. You smell anything? No. COVID-19. Okay. ახლა კი ჩემი გაკეთების დროც მოვიდა. აჰა, first. After that, remove. ეხლა ვაცრით ამას, 3. დაგჭა ეს. ახლა ამას უნდა გამოვაძროთ წყალი, მოკლედ როგორც თქვით, ანუ აი ეს ხო არ ძრება ეს წყალი. ამიტომაც უნდა გადავატაროთ ეს. Hello. Τραβείς λίγο φαντ. Ta-da! And the final result. 1, 2, 3. Here you go. Good. Do you want to buy? I'm selling it. Come, Habibi. Come, Habibi. ახლა ვნახოთ რამე თუ მოგვეწონება, წავიღოთ სამახსოვროთ. Magic room უნდა გაჩვენოთ და ვნახოთ აბა რა არის magic room. Wow!
ოთახში მყოფ პაპირუსებს დამატებით აქვს ფოსფორი, ანუ სიბნელეში ანათებს და ესეც ჩემი ბუნებრივი რეაქცია. 3, 2, 1. Oh my god! Oh, it's a cat now. Yes. Wow, everything looks so beautiful. ეს ავიღე მოკლედ საჩუქრად სახლში წასაღებად, ანუ ამაზე კარგი არ ვიცი რა უნდა ამეღო ეს ერთი. და კიდევ რამდენიმე წავიღე პატარებს აუცილებლად. მორჩი შოპინგს და მართლა რა ვიცი რაც მქონდა ყველაფერი აქ დავტოვე, ანუ არ მქონდა ეს გეგმაში, მაგრამ მომეწონა და რა მქნა. შენც თუ მოგეწონა კომენტარებში გამიზიარე რა. წავედით. Okay. Romania? What? Romania? No, I'm Georgia. I'm from Georgia. Lari. It's a lot. Yes. Yeah, lublю Georgia. Lari. Georgia, красиво. ანუ ესეც საყვარელია. წეღარ მეუბნება რომ ამას გაჩუქებო არ მინდაო შენი ფულიო რა. What's your name? محمود. Mahmoud. You are from Egypt, right? فرعونك يا. Huh? فرعونك. Pharaoh. Yeah, welcome anytime. Good luck to you. Oh, thank you so much. Thank you. ლედ მთელი ავტობუსი ჩვენ გველოდება, იმიტომ რომ მე ვერ დავამთავრე შოპინგი და მოვდივარ აქ, რა ვიცი, ძალიან ჩემზე გრძელი პაპირუსის ნახატებით, ანუ ახლა გვაქვს ნახევარი საათი იმისთვის რომ რამე ვჭამოთ და მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი აქ რა უნდა ვჭამო, აქაური გემოები ოკეია, მაგრამ უბრალოდ აინახეთ მტვერია ყველგან და ცოტა არ იყოს მეშინი აქაური ფასტ ფუდის ძალიან და სიმართლე გითხრათ სიამოვნებით შევჭამდი Subway-ს fresh-ს, იმიტომ რომ რეალურად ვიცი რომ სუფთად აკეთებენ ყველგან და უბრალოდ აქ არ ვიცი სად მივაგნო Subway-ს და თუ ახლოს იქნება აუცილებლად შევჭამ, იმიტომ რომ როგორც ვიცი აქ არის რესტორნები და ესეთი ადგილები სადაც საჭმელებს აკეთებენ და თუ მივაგნებ ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა ადგილას ჭამს და ნუ რა ვიცი, ნახოთ რა. Subway სანდვიჩი ვერ ვიპოვე, იმიტომ რომ მითხეს რომ ერთი ფილიალი იყო რომელიც დაკეტილია და ამოვედი აქ სადაც არის ტრადიციული საჭმელი. ჰაი. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა უნდა ვჭამო. შემოვედით სუვენირების მაღაზიაში, სადაც იდეაში მაგნიტი უნდა გვეყიდა და რა ვიცი თუ მომეწონება ავიღებთ აუცილებლად. მე თვალი დავადგი პირამიდას, იმიტომ რომ არის ლურჯი ფერის და ძალიან მომწონს. აი ეს მომეწონა ნახე რა ლამაზია, მაგრამ სად წავიღო ეს? ჩემოდანში ადგილი არა მაქვს. და აი ისიც, საბოლოოდ აქსესუარების მაღაზია, ოღონდაც ამჯერად შუა ქალაქში, სადაც ადეკვატური ფასები დაგხვდა. არჩევანიც რა თქმა უნდა საკმაოდ დიდია, როგორც ხედავთ. მოკლედ ავარჩიეთ ესეთი ერთი, ეს მეორე და მესამე არის სფინქსი. აი. ამ ყველაფერში გამოგვართვეს ვაჭრობის შედეგად $10. Let's go. Thank you so much. და ფოტოს გადაღება უნდა, კაი, გადაგვიღე. Habibi, come to Egypt. Кай. ახლა მოვედით მსოფლიოს საოცრებებთან და ამ საოცრებების უკეთ სანახავად აქლემით გავისეირნებთ. წავედით. Wait. ეს იმაზე რთული ყოფილა ვიდრე მეგონა, იმიტომ რომ აქამდე მჯდარ ვარ აქლემზე, მაგრამ პატარა წრეზე გვაკატავებდა და ეს რა ყოფილა? ეს ცოტა ძალიან გარეულები არიან, არ არიან მოჩვენიერებულები. Ramadan! წავედით. Ramadan! Იტალაკიმა! ჯობია მგოიტვალები დავხოშო. და როგორც იქნა მოვადექით მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთს და ეს არის პირამიდები. სიმართლე გითხრათ, რეალურად ბევრად უფრო მისტიური და საინტერესოა აქ ყოფნა, ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ თუ ეგვიპტეში მოხვდებით, კაიროს აუცილებლად ესტუმრეთ, თუნდაც იმისთვის, რომ შორიდან მაინც დაინახოთ ეს ულამაზესი პირამიდები. რაც შეეხება აქლემებით გასეირნებას, აი ვინც ეს გამოიგონა, რომ ტრანსპორტი ყოფილიყო, მე მაგას რა ვუთხარი დედა. Rari, მაყირავა ჩემი ავს. და მეუბნებოდა ჩემი ძმა არ გვინდა თავის ტყივილი და არ დავუჯერე. მაგრამ ძალიან მაგარი გამოსწრება კი არის. просто 40 წუთი იმედი არ გეწოვა. Oh, Shakira.
დავიდეთ კი ვისწავლე უკვე ჭუდა. ომა, და გამოიწერეთ. ერთი მარტივი ღილაკი, ამაზე მარტივი ხო არის. Subscribe ღილაკის დაჭერა. საკმაოდ დიდი ენერგია დამჭირდა იმისთვის, რომ აქლემზე 40 წუთი მესეირნა. ახლა გადავალთ შემდეგ ადგილას, ეს იქნება სფინქსი. წავედით. დავისიცხე, სიმართლე გითხრათ, აქლემებზე 40 წუთი არ ყოფილა მარტივი საქმე. ახლა მივდივართ სფინქსზე და იმედი მაქვს, რომ უარესად არ დავისიცხებით, მაგრამ იმედი რატომ აქვს არ ვიცი. ეს არის ბაზარი და აქ იდეაში ყველაფერი ძალიან იაფიღებს და ცოტა გული დამწყდა, იმიტომ რომ მე ყველაფერი ძალიან ძვირად ვიყიდე და ეს ყველაფერი არ ვიცი ვის დავაბრალო. რაღაცნაირად ვაბრალებ ტურის დამგეგმავ ხალხს, იმიტომ რომ ვკითხე 100 ჯერ და 1000 ჯერ ვკითხე, რომ ბაზარში ხო არ გავალთ, ან ისეთ ადგილას, სადაც იაფად იქნება თქო ყველაფერი და არაო და აი ახლა ცოტა ძალიან მომეშალა ნერვები ამის გამო, აი ძალიან ავდივართ ნელ-ნელა, აი ესეთი ხის კიბეებივით არის რაღაცა სწორი ზედაპირია ფიცრების და ნუ აღმართია რა. სპორმატახილი სფინქსი. წარმოიდგინეთ, რამდენი წლისაა ეს ისტორია და რა მაგარია. What's your name? Gamal. Yamil, nice to meet you. Nice to meet you too, Allah. Let's go. You're welcome. წავედით. გადმოვედით შემდეგ ლოკაციაზე, სადაც იყიდება ეგვიპტური პერფიუმები. და როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია აქ. რაღაცა საოცარისუნია აქ. აქ არის ესე იგი პერფიუმები, მედიცინის რაღაცეები, ესე თქვას, ანუ სამედიცინო მოხმარების წამლები შეიძლება ესე ითქვას და დანარჩენი არ ვიცი, ნახოთ რა. ეს სუნი უკვე ტრიალებს უკვე აქ რა. I make it for you. Coffee and the hibiscus. Okay. Okay? The same. Okay, ძალიან ტკბილი სუნი აქ. Should we try this first or this one? No, first cold. Okay. This is something dangerous? Yeah, no, it's hibiscus flower tea and with honey. Very good for immune system. ბურახის გემო აქ. და კიდე იცი გემო აქ. აი წყალში გაზავებული ალუბლის. აი წყალში გაზავებული ალუბლის გემო აქ. And what is it? This lotus flower. Fresh perfect. ლოტოსის სუნი, რა მაგარი ყოფილა. This no pheromone. This business lady? Business lady. What about vlogger lady? აპროდი ხალხო. მე მინდა ვცადო 5 secrets. ფოტოხლის გრეიფუტის სუნი უფრო და აბა ვცადოთ კლეოპატრა, ნახე კლეოპატრა ქვია. This for woman. Oh, this is for women. ой. ამასობაში მიდოდა მე გამესინჯა ყავა, მაგას ავავდივარ და მოვწყდა რომ ჩემს გქონდა მიკროფონი. 3 ტონა შაქარი აქ შეგნით. აქეთ არის სივრცე, სადაც იყიდება რეალურად სამედიცინო მოხმარების ზეთები რა, სამკურნალო ფუნქცია და დანიშნულება აქვს თურმე ამ ყველაფერს, მაგრამ მე ახლა არაფერი არ მინდა, ამიტომაც აქედან გავლა. ეს ზედ არ შედის ჩემს ინტერესში. ზედ არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ ხედავ აქ რაღაცის დაგემოვნება, სუფასო და დავაგემოვნოთ. Can we try all of them but little bit? Not full shot, yeah. ეს არის კარგადე. It is tea or what? კარგადე. Tea? მიყვარს კარგად ეს ჩაი ბერჯერმა გასინჯული ზოგადად. დაია, მჟავეა. წამლის გემო. საზიზღრობა. No, not mine. სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით აქ მოსვლას მხოლოდ ერთი მუღამი ქონდა ის, რომ მართლა ძალიან სასიამოვნო არომატები დავყნოსე და ძალიან მომეწონა, მაგრამ იგივე ვერ ვიტყოდი, აი იმ მეორე ნაწილზე სადაც გავსინჯეთ ჩაიდი და არ მომწონებია. მაგრამ მაინც ღირდა აქ მოსვლად, იმიტომ რომ ეგვიპტური სურნელები ესე თქვათ, იყნოსეთ, თუ დაყნოსეთ, თუ შევიგზენთ, როგორც არის სიტყვით. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა, იმიტომ რომ ძალიან დიდ მოტივაციას მოვცემთ, რომ უფრო მაგარი ვიდეოები შემოგთავაზოთ და აქვე მინდა მადლობა გადავუხადოთ Travel Stars და თუ შენც კიდე ასეთი მაგარი მოგზაურობები გქონდეს, აუცილებლად შეეხმიანე მათ. მეკიდრებით კი ვშდოებით. ნახვამდის.